საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დავინახოთ გამოჩნდეს ვინმე და დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი ეთერი. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვებია შემოსული. აგერ გამოჩნდა ახლა პირველი მაყურებელი. იმედია სხვებიც შემოგვემატებიან. მოკლედ ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ქართველი ერის გაერთიანების თემა რომ დავისახეთ მიზნად, 3 დღის წინ ჩვენ გავაკეთეთ პირდაპირ ეთერი განცხადება საჯარო, რამაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართულ ხალხში. ამის რა თქმა უნდა ობიექტური მიზეზები არის ის, რომ დაიღალა ქართველი ხალხი ამ 30 წლის მანძილზე ამდენი ცრუ პარტიების და ცრუ გამყიდველი პოლიტიკოსების საქმიანობით და მოვიდა დრო, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის დგება ეგეთი ეტაპი, როდესაც უნდა დაასრულდეს ის შავი ბნელი ჯოჯოხეთური პერიოდი და უნდა დაიწყოს აღმავლობის გზა. ძალიან ბევრი შეკითხვებია, მე ყოველთვის თავდაბლობით გამოვირჩევი და არ მიყვარს ნამდვილად ამპარტავნობა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვასწრებ და გადავიდეთ პირდაპირ კითხვა-პასუხის რეჟიმში. მინდა ბევრ რამეს ნათელი მოვფინო. პირველი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს კითხვა ისმეოდა მუდამ, თუ რა უნდა იყოს გაერთიანების მთავარი იდეა და მიზანი, რის გარშემო უნდა გაერთიანდეს ერი. რა თქმა უნდა, მეგობრებო, როდესაც სახლი ვერ შენდება, ავიღოთ გასაგებ ენაზე, ხო? როდესაც სახლი ვერ შენდება, ხო, ეს 3000 წელია მეტი, როდესაც ფუნდამენტი არ ვარგა და ფუყია, საჭიროა ფუნდამენტიდან დაიწყო სახლის შენება, ხო? ეხლა მრავალი პოლიტიკოსი იყო 30 წლის მანძილზე, მრავალი ცუდაპირებები იყო, მაგრამ ქართულ ხალხს ერთი ის უნდა ჰქონდეს, მყარი შეხედულება ამაზე და ცოდნა, რომ როდესაც იმ რეჟიმის პირობებში, იმ ფუყე ფუნდამენტზე გატყუებენ, რომ ავაშენებ სახლს, ეს არის თავიდანვე ტყუილი და სიცრუე. სინამდვილეში ეს ხალხი ცდილობენ თავიანთი კარიერა აიწყონ. მეტი არაფერი და თქვენ ეს ნახეთ, როგორ მოდიოდა ეს პერიოდები, შევარდნაძე, ნათელაშვილები, მერე რა ქვია იმას სააკაშვილი, გაჩეჩილაძეები, ეს ყველაფერი ივანიშვილი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო, ყველანი არიან ერთი და იგივე დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებმაც უარი არ თქვეს იმ სამართალ მემკვიდრეობაზე, რასაც ქვია პირველი ეროვნული სახალხო ართაჩევნებით არჩეული კანონიერი ხელისუფლების დამამხობლების სამართალ მემკვიდრეობაზე და ამ გზას აგრძელებენ ეს ხალხი. აქედან რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა, აბსოლუტურად კონსტიტუციური სამართლიანობიდან ყველაფრით გასულია ჩვენი ქვეყანა, თვითონ სახელმწიფოსაც ბევრჯერ ვისაუბრეთ, გადაარქვეს სახელი, რომელმა სახელმწიფომაც გამოაცხადა, ხო, საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაატარა რეფერენდუმი. ყველაფერი ეს უგულებელ ყოფილია, სულ სხვა სახელმწიფოა, სულ სხვა დროშა, სულ სხვა ღერბია. ღერბი საერთოდ ამოვარდნილია ყველაფრიდან, ეს რა ვიცი ახლა მონარქისტული ღერბია და სახელმწიფო საქართველოსთან რა კავშირი აქვს, ესეც არიციან ალბათ, არ ვიცი ეს ვინ მოიფიქრა ეს სისულელე. ხო და კონსტიტუციური სამართლიანობიდან მთლიანად გასულები ვართ, ყველა მის 91 წელს მოქმედი გარდამავალი კონსტიტუცია გააუქმა შევარდნაძის მთავრობამ, მხედრიონმა. და მას შემდეგ ამ სამართალ მემკვიდრეობას მისდევენ ესენი. ჩვენი მიზანია, მეგობრებო, საიდანაც დაინგრა ეს ქვეყანა
და ყველა რეზულტატი არის და ყველა ხედავთ რომ გავნადგურდით ამ 3 წლის მანძილზე აი ეს უნდა გასწორდეს თუ ფუნდამენტი ყარი არ არის იქ ვერანაირ სახლს ვერ ააშენებ და აი ამაზე გვაქვს ჩვენ ზუსტად ორიენტირი იქ სადაც გაწყდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაწყებული საქმე გაწყდა რითი ზარბაზნებით და იარაღით დაამხეს ხო ეს ხელისუფლება აი იქიდან უნდა აღდგეს ჩვენ ამ ყველაფერმა დაგვანახა რომ აი ამ საუკუნის დანაშაულმა კონსტიტუციური სახელმწიფოს დამხობამ მთლიანად გაგვანადგურა განახევრებულია ერი გაყიდულია ქვეყანა და მრავალი უზარმაზარი საფრთხეები გვემუქრება დღესაც ყველა მხრიდან როგორც დასავლეთიდან ისე აღმოსავლეთიდან და ამ დროს მხოლოდ აი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ღალატი მიდის რუსთაველზე ეს სხვა არაფერი არ არის იქ თუ ვიღაცები მიდის ისე რომ არ ესმის რას უჭერს ხას ეს მეორე უბედურებაა მაგრამ თავარი უბედურება ის არის რომ აქ არის უზარმაზარი ფული ჩადებული გლობალისტების მიერ რადგან საქართველო მოექცა ძალიან დიდ გლობალურ ცენტრში ვინაიდან ეს ყველაფერი გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომმა აზიიდან მთლიანად თელსოფლიოში ტვირთების ბრუნვა სწორედ აი საქართველოს გავლით ჩავზვაზე უნდა მოხდეს ამან მიიღო მნიშვნელოვანი სახე და ყველას უნდა რომ საქართველოს ტერიტორია აკონტროლოს ამიტომ არის მთელი სოფლიო მიმართული საქართველოზე ეხლა და ყველა ცდილობს რომ როგორმე იქნება გადახნან ეს ქვეყანა და ნაწილს ერთი დაეუფლოს ნაწილს მეორე ამ დროს ჩვენ ქართველები აი დავბივართ სისულელეებზე და ერთმანეთს ჭამთ და ეს არის მეგობრებო ძალიან სახიფათო და საშიში ჩემი აზრით ყველაფერი ალბათ გადაწყდება ამ ერთ თვეში ტრამპის ინაგურაციამდე ყველაზე საშიში პერიოდია ეს თქვენ არ გეგონოთ რომ აქ ძალიან პატარა ძალებია ჩართული ყველა მხრიდან ძალიან საშიში ძალებია ჩართული და ეს არის ძალიან საშიში ეხლა რაც შეეხება ჩვენი მთავარი მიზანს კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენი მთავარი მიზანია ქართველი ერის გაერთიანება აი ეს გათითო-კაცებული ქართველი ერის გაერთიანება რომელზეც მტერმა იზრუნა რომ მთლიანად აი ესე სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდა ჯგუფებიც მასებიც და აბსოლუტურად ოჯახები ინგრევა და დედმამიშვილები ხმას არსებენ და მთელი ამბავია ხო ამას აკეთებს მტერი ბერძელი თქვა ეს ნათქვამია ხო ღმერთი აერთიანებს ეშმაკი ყოფს ხო ეს რა თქმა უნდა ამ გახრწნილი პოლიტიკოსების კარგი ტაქტიკაა რომ თუ კი ესე იგი დაყოფ რამდენიმე მამრავლებად და გაათითო-კაცებ ერს მე როგორც გინდა მართავ ახლა ძალა აღარ ექნებოდ ამიტომ ჩვენი პირველი მიზანია ქართველი ერის გაერთიანება სამშობლოს გადასარჩენად არ ვიცი ამაზე დიდი იდეა რა უნდა იყოს რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველა გავერთიანდეთ აქ შეიძლება ვინმე სხვა აზრი ქონდეს მეორე უნდა მოხდეს კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა გამოძიებული უნდა იქნას საუკუნის დანაშაული ვინც დაამხო არა მხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლება კონსტიტუციური სახელმწიფო ვინც დაამხო და ყველა დამნაშავეს თავისი უნდა მიეзвას რომ მეორედ აღარავინ გაბედოს აი ამ ხელა დანაშაულებებს ჩადენა და დღეს ერთი და იგივე აი ეს ნაძილები ეს თაღლითები გამოდიან ვითომ ოპოზიცია ბეპაევის ტანკებზე ისხდნენ და ქვეყანას ტყვიამფრქვევს სროდნენ და დღეს გამოდიან და თურმე ევროპა უნდა და თურმე სამშობლოს კეთილდღეობა უნდა ეს ყველანი მეგობრებო აი ერთი და იგივე თაღლითები რომელიც ამ 3 წლის მანძილზე აი როგორც ეშმაკის ბორბალზე ბევრჯერ მithქვია მე აი ეს ერთი დაიღლება მეორე ადის მეორე დაიღლება მე მესამე ცვლის აი ეს ღერძი უნდა გადავტეხოთ მეგობრებო აი ეს ღერძის ამ ღერძის გადატეხვა მოხდება თუ კი ჩვენ აღვადგენთ კონსტიტუციური სამართლიანობას და დავასრულებთ აი ამ ჯამბაზების
ამ თაღლითების 32 წლიან თარეშ პოლიტიკოსებს, ვითომ პოლიტიკოსების, პოლიტიკური თაღლითები არიან ესე. ამის მიღწევა არის ძალიან რთული, რა თქმა უნდა და ეს უნდა მოხდეს ძალის დემონსტრირებით. ძალის დემონსტრირებას მოახდენს, როცა ერთიანი ვიქნებით და დიდი ძალა გვექნება. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, გაერთიანების შემდეგ ჩვენ აუცილებლად საპროტესტო აქციები უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებასთან და CSKOS-თან, მთლიანად უნდა დაიშალოს ეს საარჩევნო სისტემა და უნდა ახალი არჩევნები კი არ უნდა დაინიშნოს რაღაცა ყოველთვის სისულელი საიქ რუსთაველზე დარბია. გასწორებული საარჩევნო კანონით, რომელიც პარიტეტზე იქნება დამყარებული, უნდა დაინიშნოს მომავალში ლეგიტიმური არჩევნები. ლეგიტიმური არჩევნების დანიშვნა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი საბჭოს ან მის წარმომადგენლებს თუნდაც ერთად გააკეთონ ეს, იყოს თუნდაც ოპოზიცია, საზოგადოების ჩართულობა, ხელისუფლება, ყველა, მაგრამ აქ უნდა შეთანხმება მოხდეს, ერი უნდა შეთანხმდეს და უნდა დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები და ისე არა რომ ერთ პარტიას აქვს, ეს ყველაფერი უნდა აიგზალო და გასწორდეს. მილიონები ანგარიზე და მეორეს 5 ლარი არ აქვს და ერთ ამათ აქვს 5 და ის კომისიის წევრი ყავთ CSKOS-ში და არც ერთი არ აყავს თელ რიგ პარტიებს, ხო? ესეთი რამე ასე ვერ ჩატარდება, რა თქმა უნდა, სამართლიანი არჩევნები. სამართლიანი არჩევნების ზაგაიერა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ სწორედ ეს მოითხოვა, მან არ მიიღო მარტის არჩევნებში და როდესაც ეს საარჩევნო კანონი მიაღებინა, გამართლებულიც იყო და შემდეგ გაიმარჯვა კიდეც ოქტომბრის არჩევნებში. აი ეს ემგზის გავლა მოგვიწევს მეგობრებო, ოღონდ ერთიანი ძალით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ახლა. მე მინდა გითხრათ და დაგაიმედოთ, რომ ძალიან სასიამოვნო გამოხმაურებებია, ძალიან დიდი ძალი, პირადში უზარმაზარი აი რაოდენობის ხალხი წერს, რომ უნდათ აი გაერთიანებაში შემოვიდნენ. ჩვენ აი შეკითხვა არის, რატომ გადადეთო 31 მარტამდე? იმიტომ გადავდეთ მეგობრებო, რომ ესე უცბად ჩვენ 100 კაცით კი არ გვინდა გავაკეთოთ ეს. ჩვენ გვინდა ეხლა მე გეტყვით, აი თითქოს აი ღმერთი ყველაფერში გვიმართავს ხელს. მე პირდაპირ გეტყვით, არ დავასახელებ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, ჩვენ უკვე ჩათვალეთ, რომ შეგვიძლია 1500 კაციან დარბაზში შევიკრიბოთ. და ეს მოხდება 31 მარტს. მანამდე ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ყველა მუშაობთ, აგერ საინიციატივო ჯგუფის წევრები. სიები იწერება, იქ ზოგი ქუთაისიდან წერს, ზოგი თელავიდან წერს, ზოგი გორიდან წერს. ამ ყველაფერს უნდა ჩამოყალიბება, მასა უნდა გახდეს და კარგად უნდა გაკეთდეს. მე არ მაქვს უფლება რომ და ჩვენს საინიციატივო ჯგუფის წევრებს რომ ეს დიდ კარგად დაწყებული საქმე ჩავაგდოთ, მეგობრებო. ეს რომ ჩავარდეს, მე მესმის რამხელა პასუხისგებლობა ამას მიჩვენია, აი სიკვდილი მიჩვენია ამას, ვიდრე ეს მოხდეს, ხო? ამიტომ ძალიან ვფრთხილებით ამ მომენტს, დრო უნდა ამ ყველაფერს, ჩვენ ხო არაფერი გვიმაგრებს ზურგს, ჩვენ ხომ ნახეთ 3 დღის წინ გადაცემა სად გავაკეთეთ? პირდაპირ კარიდორში გავაკეთეთ, არა გვაქვს არაფერი, აი ესეთი, რა ვქეთ, ჩვენს უკან რომ არავინ არ დგას და რო არა გვაქვს სასახლეები და ისინი იმიტომ. მაგრამ ის დარბაზი, რომელიც იქნება ამ წუთში იქცივა, 31 მარტს საკმაოდ სითბო იქნება, ეხლა თანდათან წესრიგდება იქაც და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ იცით რომ თვით ზვიად გამსახურდია ამ გიგანტმა პიროვნებამ და მერაბ კოსტავამ 35 წელი მოანდომებს ხალხო და ეხლა ჩვენ რაღაც ნოემბერში 24 ნოემბერში კინოსახლი რაღაც დამფუძნებელი კრება გქონდა და გინდა თუ არა დეკემბერში ეხლა არ გამოვა მეგობრებო, ჩაიფუშება, გაფუჭდება საქმე. არაფერი არ მოხდება, ისედაც დაძაბულია სიტუაცია, ეხლა არაფერი არ იქნება ისეთი რომ მისაღები იყოს, ესეც არის
და აი ზუსტად ჩვენ გვაქვს 3 თვე დაახლოებით პერიოდი რომ თვითოეულმა ივაშკაცოს და აი პირადი იმაში ხო შეიძლება ეხლა აი 1500-1600 ლაიქი რო აქვს იქ ხვალვე რომ გვეუბნებით ჩვენ და რომ აი ხვალვე გავაკეთოთ 22 დეკემბერს და იმას ჯო 1500 ლაიქი რომ აქვს და 1600 იქიდან 1000-მა მაინც მომწერეთ მაშინ ის რა ქვია კი ძალიან ბევრი გამოხმაურება 200-300 მოდის ისინი მისამართები ტელეფონის ნომრები და ის ვისაც უნდა გაწევრიანებ მაგრამ მოდით მაშინ იყოს 1500-დან 1000 მაინც მაშინ და გავაკეთოთ კი ბატონო ერთ კვირაში ხო ახლა ზოგიერთს ის არ უნდა რომ თვითონ ჩაებას მარტო უნდა უცქიროს იმიდან Facebook-იდან და ეს არ გამოვა ეს გამოცდილება გვაქვს ჩვენ ნავიცოდეთ ნამდვილად რომ ეს დამფუძნებელი კრება უნდა იყოს ძალიან გრანდიოზული და სერიოზული ამას ძალიან სერიოზული მომზადება უნდა მაშინ როცა იწყებ კიდევ ვიმეორებ არაფრიდან ნოლიდან ხო თქვენ ისიც კარგად უნდა გესმოდეთ მეგობრებო რომ რა ძალას უპირისპირდებით ხო ეს იცი რამხელა ძალა არის ეს 32 წელი 33 წელი მოღვაწეო საქართველოში ეს დამნაშავე რეჟიმი მილიარდებს ფლობენ ჩვენ სუმცირე 10-15 მილიარდიან მონსტრს უნდა დაუპირისპირდეთ ომს კი არ ვაცხადეთ ან სახელმწიფო გადატრიალებას მაგრამ ეს ძალა ხო უნდა დაამარცხო შენ როგორც იქნება საბოლოოდ როგორც ზიადი არჩევნების გზა იქნება თუ რაღაც ამას ხო მომზადება უნდა ამას ხო ესე უცბად თამაში არ უნდა რა და ერთ კვირაში ეს რო შემეძლოს ეხლა ხვალო 200,000 კაცი მომდევდეს მოგიკვდეთ ჩემი თავი ხვალვე იმას ვიზავდი მაგრამ ამას ხო მომზადება უნდა მეგობრებო რაიონები ისინი ყველა ხო უნდა დადგეს ფეხზეა რა ხო და ახლა ყოველ საღამოს აგერ ვზივართ უზარმაზარი რაოდენობის ეს ხალხი წერენ ათეულობით ძალიან ბევრია ისა ჩასაწერი ჟურნალი გვაქვს გახსნილები წერთ ვინ რომელი რაიონიდან არის და ასე შემდეგ და ვისაც უნდა ისა კიდევ ასეთი შეკითხვა არის ერთი რომ ხომ არ არისო ერთი წუთით ხომ არ იქნება გაწევრიანება მინდა მაგრამ ხომ არ იქნება გადასახადიო არავით არის გადასახადი მეგობრებო ჩვენ საერთოდ ფულთან ძალიან შორს ვართ და საერთოდ არ მიყვარს როდესაც აი ეროვნული მოძრაობის სახელით ვიღაცა იწყებს და პირდაპირ ფულს და ანგარიშებს დებენ ესენ თაღლითები არიან ჩვეულებრივი მე მგონი ხვდებით თქვენ რამდენიც მას გააკეთა ასეთი რაღაცა ზოგი ანტიმაედნისთვის კრივავდნენ ფულებს ზოგირისთვის და დღეს ყველა შეყუჟულია და არავინ აი ეს ფული ემსაცოდავმა ხალხმა მართლა გაჭირვებულმა ხალხმა რო აკრიფეს და გადაურიცხეს ამ ფულს არავინ არ თხოვს იმ ხალხს და არ ვიცი მე თვითონაც რომ სინდის ჰქონდეთ უნდა განაცხადონ ერთი ეს ფული საწაიღეს ჩვენთან ფული არ იქნება მეგობრებო ეს დამთავრებული საკითხია არავითარი ფული არ იქნება და არც არასოდეს არავის არ დაუძახებთ ხაჭაპურებზე და პერაშკებზე იქ აქციებზე ესეთ რამე ჩვენგან გამორიცხავს ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ იდეისთვის თავისუფალი საქართველოსთვის რომ აღვადგინოთ კონსტიტუციური სამართლიანობა ქვეყანაში და აი მე პირადად აი ახლა არ ვიცი ახლა რამდენმა მითხრა აი შენ ვინ ახარ და აი ვინ ვარ და ეს ყოველგვარი თავდაბლობით მინდა თქვა არასოდეს ახლა სათითაოდ ესე ძნელია და აი ვინ ვარ და ეს არის საქართველოს ჰელსინკის კავშირის მოწმობა აი ბატონ ზიად გამსახურდიას ხელმოწერას ხედავთ თქვენ აქ თავის საკუთარ კაბინეტში მომიწერა კაცმა აი ამას ფიცა ვარ თუ ოდესმე მე აი ჩემს აი ამ იდეას უღალატო და ჩემს ქვეყანას უღალატო რა ვიცი აი არ ვიცი როგორ თქვა მთელი ჩემი მონაგარე იყოს დაწყევლილი მე არასოდეს იდეას არ გავყირი და სამშობლოს არ უღალატებ ეს არის გამორიცხული და ყველა ასეთია ვინ ჩვენთან არის იქ ვინც აი ვისაც თქვენ უყურებდით ის 4-ეული კი არ არის რატო სხვები არ გამოდიანო არა მეგობრებო
ისეთი ხალხი მოდიან, ისეთი ანალიტიკოსები, ისეთი უძლიერესი პიროვნებები, რომლებიც აი ამ რეჟიმს დაბლოკილი ყავდა ამ 300 წლის მანძილზე, ეს უნიჭიერესი ხალხი, ეს უნიჭიერესი ქართველები, თქვენ გაკვირვებულები დარჩებით, სოფლიო პოლიტიკას რო დაალაგებენ, ისეთი ხალხია. აი, მე ხლა ერთი შეკითხვა არის და რაღაცა მართლა აქაც მინდა გავცე პასუხი. ხომ შეიძლება თქვენც ალტ ინფოსავით მიგიჩინონ ადგილი და გაგანეიტრალონ. არ მოხდება მეგობრებო და ვერ მოხდება რატომ? მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ არავინ არ გვაკონტროლებს. ჩვენ მოდივართ სუფთა ხელებით. და თუ ეყოფათ ვაჟკაცობა, თავად თქვა ალტინფომ, თუ ეყოფათ თავისი მე ხლა არ დავასახელებ იმ პიროვნებას, ერთ-ერთი დიდ პიროვნებას, რომელიც შიგნით მათთან მოღვაწეობდა, მან თქვა, ყოველ თვე მილიონით ბიძინა აფინანსებდაო. და ბიძინა მე მიუჩინა მერი ადგილი. იმიტომ რომ თავზე გადახტვა მოინდომეს მერე და მოსკოვში დარბოდნენ იმას რა ქვია რუსეთის დუმის წევრებთან რომ მზადვართ ხელისუფლებაში მოვიდნენ და იქიდან კვდებოდნენ სიცილით. ესეთი ხალხი, ასეთ ხალხს ყოველთვის მიუჩენენ ადგილს და მიუჩენის კიდევაც ყველა სამარცხინო სიტუაციაში იქ თარხან მოურავდა შევარდნაძის მებაჟესთან და მე ახლა ეს საკითხები საერთოდ არ მაინტერესებს თვითონ მიხედონ თავიანთ საქმეს სამარცხინო იყო მათი საქციელი აბსოლუტურად და სანამ ეგენი გამოიჩიკებოდნენ კაცო ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და იმდენი გვაქვს ნაბრძოლი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის და იმ ხელა დევნილობა გამოვიარეთ საერთოდ ვის რა ეთქმის ჩვენს წინააღმდეგ. მოგვით ერთი პატარა რაღაცა ნამცეცი ეს თქვა აი ხო არის სუსი მთელი სახელმწიფო ის და გვითხრან ერთი რომელიმეზე თუ აქვს რაიმე კომპრომატი. და ამიტომ ჩვენ იდეას არაფერში მე დავიფიცე და იქ ჩვენმა ხალხმა დაიფიცა და იდეას არაფერზე არ გავყიდით ეს გამორიცხულია და ვერც ვერავინ ადგილს ვერ მოგვიჩენს და სულ მალე თუ თქვენ ჩვენთან ერთად ივაშკაცებთ მეგობრებო და ძალა ერთობაშია და ვივაშკაცებთ ყველანი მაგათ მიუჩენთ ისეთ ადგილს რომ სულ ყველას აი ამ ქართველი ხალხის ტანჯვისთვის 35 წლიანი ქართველი ხალხის ტანჯვისთვის რომ დაღუპვის მირას მიიყვანეს ქვეყანა რესპუბლიკის მოედანზე გავასამართლებთ მაგათ და არავის არ ეპატიება ამ ქვეყნის ყველაფერი დაბრუნდება კონსტიტუციური სამართლებობის აღდგენის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი გაყიდული ის თლიანად ჩაუტარდებათ ქონების კონფისკაცია ამ თაღლითებს. რა არის საჭირო გასაწევრიანებლათო? საჭიროა მეგობრებო არაფერი პირადში მოგწეროთ აი ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრებს მე უფრო ამას ორგანიზებულ სახეს ვარძლევ, იმიტომ რომ მე ვმუშაობ ამაზე. მომწერეთ უბრალოდ ქალაქი, თქვა თბილისელი ხართ თუ ქუთაისელი ხართ, ტელეფონის ნომერი და სპეციალობას თუ იქნება უკეთესი. არაფერი არ არის სხვა საჭირო. თავარია იდეაში, აი ამ იდეას ეთანხმებოდეთ. ხო, ეხლა ბევრმა მკითხა აი შაშიაშვილი და აი ისინი და მე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო კარგად რა. ის პიროვნებები, ვინც მონაწილეობა მიიღო უშუალოდ სახელმწიფო გადატრიალებაში და კონსტიტუციური სახელმწიფოს დამხობაში, არაფერი არ ესაქმებათ ეროვნულ გაერთიანებაში. და ამ ეროვნულ იდეებთან ვერ მოვლენ. მე პირადად შაშიაშვილი ჩემი მტერი კი არ არის, მაგრამ პიროვნებამ რომელმაც გზა გადაუკეთა ქუთაისში ზვიად გამსახურდიას გახსოვთ ალბათ ხომ? რომელმაც გზა გადაუკეთა 93 წელში ზვიად გამსახურდიას მერე ასეთი ფრაზას თქვა მე კანონიერი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას კი არ გადაუკეთებო. ჯერ ერთი თვითონ ვიბრძანდებოდა საერთოდ. თვითონ იყო პუჩისტების მიერ დანიშნული, ხო? ჯერ ეს იყო ღალატი. მეორე მეო გადაუკეთებო გზაო სამხედრო ძალებს. ვინ გეკითხება შე საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ლეგიტიმური პრეზიდენტი თავის ტერიტორიაზე გინდა იარაღს გადაიტანს, გინდა ტანკებს გადაადგილებს. შენ ვინ ახარ საერთოდ? აი ვინ არის? და დღესაც ტრაბახობს ამას, ლაბარაკობს თავის თავზე, ესე იგი
რაღაცა იმ გვიროვებს თავს და ეხლა ესეთი ადამიანი მოიყვანი ამ გაერთიანებაში, ესმით ხალხო. ეს ასეთი ხალხმა თავი შეიკავეთ, მე უფრო ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ხალხი სპეციალურად აკეთებენ, ცოტა საეჭვო ხალხია ისინი, ვინც ასეთ რამებს წერენ, არასოდეს არ მოხდება იმ პირების მიღება, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა და დაამხო კონსტიტუციური სახელმწიფო. რამაც გამოიწვია დღემდე 35 წელი თითქმის ქართველი ხალხის ტანჯვა. პირიქით, თუ ეროვნული ხელისუფლება მოვა, ყველაფერი იქნება გამოძიებული და თუ სისხლის სამართლის დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, აი ეს ყველაფერი შეფასდება და პასუხი უნდა მოეკითხოთ. სხვა საკითხია, მე შეუნდობ თუ არა ეროვნული ხელისუფლება, მე როგორ იქნება, ეგ მომავლის საქმეა. ეხლა არის კიდევ ერთი ესეთი შეკითხვა იყო ბოლოს, მინდა ასეთ შეკითხვას გავცე პასუხი, რომ ვინაიდან ეს დაძაბული სიტუაცია ქვეყანაში, შეგიძლია თუ არა რომ მომრიგებლის როლი შეასრულოთო პოზიცია ოპოზიციას შორის. უკაცრავად, მაგრამ ეხლა რანაირად უნდა ვიყოთ მომრიგებლები. ჩვენი იდეა რაც არის, საფუძველშივე უარყოფს ამ ორივე ძალას. უკანონო რეჟიმია, დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები არიან და უნდა დაიხურონ ქუდი და წავიდნენ და ეხლა ამასთან ჩვენ რო დავждეთ და აი ეგ დაუწყოთ. ორივენი დაიხურავენ ქუდს და წავლენ. აი რაღაცა აბსურდულია. არ მოხდება ვერანაირად ჩვენ ვერ შევასრულებთ მომრიგებლის იმას, იმიტომ რომ ამ რეჟიმებს ჩვენ არ ვცნობთ 92 წლიდან, რომელმაც დაამხო კონსტიტუციური სახელმწიფო და თვლით არალეგიტიმურად იარაღით მოსულ ხელისუფლებას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ერთადერთი გზა არის სამართლიანი გზა, მეგობრებო, ეს გადის ქართველ ხალხზე, მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მართალ ხალხზე, მამულიშვილებზე არა აქვს ამას მნიშვნელობა, უბრალო გლეხი იყოს, ნასწავლიც იყოს, ისიც იყოს, მაგრამ იყოს კარგი ქართველი. ამაზე გადის ჩვენი გზა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა. და ეს თაღლითები, ეს 32 წლიანი თუ 33 წლიანი კარუსელი უნდა დავასრულოთ სამართლიანად. და ეს მოხდება აი სამართლიანად, მე როდესაც ვამბობ იმას, რომ პირველი უნდა მოხდეს დიდი გაერთიანება და ძალის დემონსტრირებით უნდა ვაიძულოთ, მივაღებინოთ სამართლიანი საარჩევნო კანონი და აი საარჩევნო კანონით მერე მართლაც ლეგიტიმურ არჩევნებში აი ამათ ბადალი არ გვეყოლება მერე უკვე ჩვენ მაგათ დავამარცხებთ აუცილებლად. ეს არის ძირითადად აი მოკლე განმარტება, მაგრამ თავარია აქ ყველას აქტიურობა მომწერეთ პირადში არ რა ქვია არ მეზარება ეს ყველაფერი. აგერ გახსნილი ვარ დიდი ჟურნალები და ქმნით რაიონების მიხედვით გუნდებს უკვე. ეს მიიღებს ძალიან სერიოზულ სახეს, იმდენად სერიოზულ სახეს, რომ 31 მარტს თქვენ ნახავთ, რომ ყდრეთით აღდგება აი ეროვნული ძალები. მადლობთ ყურადღებისთვის, მეგობრებო, იმედიანად იყავით. ერთი მთავარია, რომ ჩვენგან როგორ თქვა, დამოუკიდებელი მიზეზების გამო მთავარია რამე არ მოხდეს, აი ეს 20-მდე ძალიან ბევრი მტერი ყავს. სამწუხაროდ ჩვენ ძალა არ შეგვწევს, რომ აი ამას წინ აღუდგეთ. ეს არის ძალიან სახიფათო, რასაც ჩვენი მტრები გარშემო გეგმავენ. ამიტომ თუ იქამდე ჩვენ კარგად მივედით, მერე ჩვენ მოძრაობას წინ ვერაფერი ვეღარ დაუდგება. მადლობთ ყურადღებისთვის, კიდევ შეგეხმაურებით თანდათან და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყველამ გააზიარეთ, რომ ყველას იმამდე მივიდეს ეს ინფორმაცია ყურამდე, რომ აი პირადში მომწერეთ რომელი რაიონი ვინძანდებით და გსურთ თუ არა ქართველი ერის სახალხო გაერთიანების წევრი გახდეთ. მადლობთ ყურადღებისთვის, მეგობრებო, იმედიანად იყავით, ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.